გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ყინულის დედოფალი. ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის დამდგმელი რეჟისორიც დავით ჩხარტიშვილია. პრემიერისთვის დასი აქტიურად ემზადება. თოჯინებისა და დეკორაციების დიზაინზე მხატვარმა ვახტანგ ქორიძემ იმუშავა. თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ გურჯაანის თოჯინების თეატრი უბრუნდება მონატრებულ მაყურებელს. თეატრი გაიხსნება პრემიერით. რეჟისორი მუშაობს ყინულის დედოფალზე, ამჟამად მიმდინარეობს სარეპეტიციო სამუშაოები, დასი მუშაობს აქტიურად. ვფიქრობ, მოლოდინი გაამართლებს და სპექტაკლი მოეწონება მაყურებელს. ამ სპექტაკლის ჩვენებები აუცილებლად გაგრძელდება საახალწლო დღეებში. ეს არის ცნობილი ზღაპარი, ყინულის დედოფლის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, კაი და გერდას მეგობრობის ამბავი, რომლის პრემიერა გვექნება მალე და იმედია ბავშვებს მოეწონებათ, იმიტომ რომ ეს ზღაპარი მათთვისაც მნიშვნელოვანია. ყველა ბავშვმა იცის, ეს არის მეგობრობაზე, სიყვარულზე, ძალიან მარტივი სათქმელით, იმისთვის რომ დავამარცხოთ ბოროტება, ამისთვის საჭიროა გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მეგობრები და თუ ბოროტება იარსებებს ჩვენ სამყაროში, მაშინ მეგობრობა და სიყვარული გაქრება. საინტერესოა. იცით, რომ დრამატულ თეატრშიც მუშაობ და ეს განსხვავებული ჟანრია თოჯინები, იმიტომ რომ ბავშვებს ეკუთვნის მთლიანად და უნდა მოვიდნენ, იმიტომ რომ აქ არის ყველაფერზე საუბარი ბოროტების დამარცხებაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე და ბავშვებისთვის ეს საინტერესოა.